ერთი მხრივ კრიმინალის აღზევება, ქურდული მენტალიტეტის, ქურდული სამყაროს აღზევება და მეორე მხრივ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ოპონენტი ამაში ეფექტურობა და ამაში მიშვება. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ქვეყანაში? დღეს პირველ რიგში მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს. შენ ახსენე უკვე რომ ცვლილებები განხორციელდა ეგრეთ წოდებული საბოლოო ჯამში ვინ შეიძლება და ვინ იქნება გენერალური პროკურორი ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ერთი დასანქცირებული გაუშვეს და მოიყვანეს ადამიანი რომლის შესახებაც არავინ არაფერი არ იცის. საბოლოო ჯამში ყველამ კარგად ვიცით რა არის პროკურატურა, როგორი ინსტრუმენტი გახდა ქართული ოცნების ხელში, მას აქვს ორი ფუნქცია. ერთი პოლიტიკური დევნა განახორციელოს და მეორე შეძლოს ბიზნესებში დალაგება. სხვათა შორის რო იცოდეთ პროკურატურას სუსტან ერთად აქვს ეს ფუნქცია. რაც შეეხება კრიმინალთა ბრძოლა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკის განსაზღვრა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ფაქტიურად კრიმინალური სამყარო, ის ეგრეთ წოდებული ქურდული სამყარო გახდა თავარი მოკავშირე ქართული ოცნების, პოლიტიკური მოკავშირე სხვათა შორის, არა მხოლოდ ბიზნესების ან პატრიოტსანი და კეთილსინდისერი ადამიანების შევიწროება, მათი ჩაგვრა და როგორც ამბობენ მკვლელობას, ხო, რაც ბათუმელმა გამოაქვეყნეს. ეს გახდა საბოლოო ჯამში თავარი, ასე ვთქვათ, კვირა არ გავა, რომ ესეთი ინფორმაცია ჩვენ არ მივიღოთ. მაგრამ თავარი პრობლემა არის ის, რომ ქართული კრიმინალი დღეს გახდა ქართული ოცნების მოკავშირე. პოლიტიკური მოკავშირე, აქ არ არის საუბარი, რომ კრიმინალს ვერ ებრძიან ეფექტურად და პრევენცია ვერ ხდება დანაშაულის და ასე შემდეგთან, ასე ვთქვათ, შეუწყარებლები არიან ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მიმართ და ასე შემდეგ. არა, მათ ბიზნეს პარტნიორებია, პოლიტიკური პარტნიორები არიან და ისინი ჩვეულებრივად მართვაში არიან ჩართული სახელმწიფოში. სამწუხაროდ და შეგვიძლია და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ მოვა დრო ამ ქვეყანაში, როდესაც ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრი იქნება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, დადასტურებულად დამტკიცდება, რომ ისინი ჩართული იყვნენ კრიმინალთან ერთად საზოგადოების ჩაგვრაში და ეს არის ძალიან მკაფიო. დღეს რაც შეეხება პროკურატურას ორი ფუნქცია აქვს: პოლიტიკური დევნა და ბიზნეს წილებში ისეთი გარიგებების მოწყობა, რომელიც საშემდეგ რაიმე პრობლემებს არ შექმნის ამ ქართული ოცნების ბიზნესებში. მინდა ვიკითხო, ევროპარლამენტის რეზოლუცია ვნახეთ დღეს ჩვენ და მნიშვნელოვანი განაცხადი იყო ძალიან ბრიუსელიდან. ასევე მოვისმინეთ ჩვენ ესეთი კომენტარი პირველად გაკეთდა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება ჩვენი საერთაშორისო მეგობრებთან. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში სხვა. კომიტეტის წევრთა შეჯერებული აზრი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი მხრივ ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ ეს არჩევნები გამოიყენონ როგორც დემოკრატიული რაღაც მექანიზმი. მეორე მხრივ კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები სულ სხვანაირი გაუმჯობესებულ გარემოში უნდა ჩატარდეს, დამოუკიდებელი და მიუკერძობელი ცესკოთი და თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი უნდა ახლდეს ამ ყველაფერს. ეხლა ოცნებამ ამის პირველი ნაწილი აიღო, იმიტომ რომ უნდათ აშკარად რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ ოცნებამ აიღო პირველი ნაწილი. აი მოდი აი ამას ზუსტად ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ ამ საკითხს უდგებით პრინციპულად. მეცაც გეტყვით, ჩვენ არ დავკარგავთ კოალიცია ცვლილებისთვის, არ დაკარგავს მორალურ უპირატესობას. მორალურ უპირატესობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას, პროდასავლურ და პროევროპულ ოპოზიციას, ქართულ ოცნებასთან მორალური უპირატესობა აქვს იმ საკითხში, რომ ჩვენ არ შევდივართ კრიმინალურ არჩევნებში და ჩვენ არ ვეთანამშრომლებით ხელისუფლებას მიტაცებულ ქართულ ოცნებას. ჩვენ ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში ესე გვითხრეს და დაგვიანონსეს. ადამიანები, რომლებიც არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაში, უსამართლოდ, გაუგონარი ბრალდებით, ისინი არიან ციხეში. ჩვენი პოლიტიკური პარტია და კოალიცია პირველები ვიყავით, ვინც საუბრობდით, რომ რამოდენიმე თვის წინ რომ მოდი გავხსნათ ამაზე მალე დისკუსია, რომ ეს საკითხი მალევე დაიხუროს. ის რომ არჩევნები დემოკრატიის ინსტრუმენტი და მთავარი ქვაკუთხედია, ეს ყველამ ვიცით. ის რომ არჩევნები პოლიტიკური პარტიისთვის მთავარი წყაროა, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ რომელ არჩევნებზე ვშაუბრობთ? კრიმინალურ არჩევნებზე, რომელზეც ქართულმა ოცნებამ დაკვირვება ფაქტურად აკვიგრძალა. რომელ არჩევნებზე საუბრობთ, რომლის ჩამტარებლებმაც 26 ოქტომბერს ტოტალურად გააყალბეს არჩევნები და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ არჩევნების შედეგს არავინ არ აღიარებს. რომელ არჩევნებზე საუბრობთ, როცა ბარიერი
თუნდაც მათი შედეგებით 5 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და 4 ამ შედეგებს არ ცნობს. რომელ არჩევნებზე საუბრობთ ან რა ქართულ ოცნებასთან რაღაც კონფიგურაციაში თუნდაც კონკურენციაში შესვლაზე საუბრობთ, როდესაც არც ერთი მოთხოვნა ქართულ ოცნებას არ დაუკმაყოფილებია. და მინდა ამ ასე ვთქვათ იდეის მხარდამჭერებს ვკითხო. ის ადამიანები, ვინც ამ თვეების განმავლობაში გაყალბებული არჩევნების გამო ორი მიზეზით იყო, ხო ეს აქციები, ერთი გაყალბებული არჩევნები, მეორე ევროინტეგრაციის კურსის შეცვლა. დავანებოთ თავი პოლიტპატიმრებს, დავანებოთ თავი კოალიციაცულებებს. ამ ორიდან რომელიმეში გვაქვს პროგრესი. დავანებოთ სამართლიან საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც მან კარკვევით და მკაფიო წერია. აი ეს ორი მოთხოვნა, რისთვისაც ასეულობით ადამიანი დაზარალებულია და ათასობით ადამიანი არის ადმინისტრაციულად დაჯარიმებული, დაკავებული და 60-ზე მეტი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული გამოგონილი ბრალით. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ ოცნებასთან ამ მიმართულებაში გვაქვს მორალური უპირატესობა და ამ მორალური უპირატესობის გაშვება ვერ მოხდება, ვერ გაუშვებს ვერავინ ხელიდან. პირდაპირ გეტყვი და ჩვენ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, თქვენთან ყოფილი ვარ სტუმარი. ახლა რომ იყოს სხვა პოლიტიკური კონტექსტი. უგულ შემატკივრებდი იმ პარტიების შესვლას, იმ ოპოზიციური პარტიების შესვლას ამ ადგილობრივ თვითმმართველობაში. პირდაპირ გეტყვით, უგულ შემატკივრებდით. ვინაიდან მათი, მაგრამ ეხლა არ ვართ ჩვენ საკონკურენციულ გარემოში. ზეპარტიული საკითხებია. ამაზე მინდა რომ გკითხოთ, ნახეთ, კონკრეტული გარემო ეს ერთია, მაგრამ აი რით გაუარესდა მდგომარეობა წინა არჩევნების შემდგომ? გეტყვით. აი გარდა იმისა, რომ სიტუაცია ხა მოქალაქეებმა იცერა, აი რითი გაუარესდა? მოდი ეს ჩამოვიდეთ. პირველი, დავიწყოთ, მივყვეთ ნაბიჯ. პირველი, ფაქტიურად სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა. ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციები თავისუფლად ვერ დაარკვირდებიან არჩევნებს. ვინ შესაძლოა იყოს მათ ფაქტიურად აუკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება. საარჩევნო ადმინისტრაცია. საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე მოხდა ისეთი ცვლილებები, რომ ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ პარტიულ დეპარტამენტად აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს მესამე საკითხი. მეოთხე საკითხი. ის რაზე ჩვენ საუბრობდით, რომ იყო პრობლემა, ამასთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება და გაანადგურეს მტკიცებულებები. იმაზე რაზეც მიუთითებდით და ეს ვერიფიკაციის თუ ხმისთველი აპარატები იყო, ასე ვთქვათ, დაყადაღებული და შემდეგ პროკურატურაში და შემდეგ რა მოხდა, არავინ არ იცის. მეხუთე საკითხი და მნიშვნელოვანი საკითხი. ზეწოლა და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა მიმდინარეობს კრიტიკული და ოპოზიციური მედიის. მეექვსე და აუცილებელი საკითხი. პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ციხეში და ნაწილს ეს ციხე ელოდება მომავალში. მათ შორის იმ პარტიის ლიდერებსაც, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებში შესვლით რაღაცით გადაავადებს ამას. გამორიცხულია მე-7 და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ჩვენ არ ვართ იმ პოლიტიკურ კონტექსტში, კიდევ ერთხელ განმეორდები, როდესაც რომელიმე მუნიციპალიტეტის გამოგლეჯვა იყოს ხელიდან გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მერვე არგუმენტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობდით, გვეუბნებოდნენ, რომ სუსის შემოგდებული თემაა. ჩვენ გვინდოდა მაშინ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი და თუ გადაწყვეტილება იქნებოდა იმის სასარგებლოდ დაუშვათ, ჩვენ ამას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებთ, მაგრამ დაუშვათ და არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ იქნებოდა არგუმენტაცია. ახლა როცა ფორს-მაჟორია, ახლა როცა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, ყოველ შემთხვევაში ჩვენ და სხვებსაც ელოდება და მეცხრე და აუცილებელი პროტესტი. ადგილობრივი თვითმმართველობაში შესვლა არის პროტესტის ღალატი, რომელიც არის უწყვეტი, რომელიც არის მტკიცე და რომელიც არის, ასე ვთქვათ, ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი და მე-10 არგუმენტს ვიტყვი, ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია. თუ ჩვენ ვეუბნებით კალანდარიშვილს, რომ ის არის გამყალბებელი და კალანდარიშვილი არის გამყალბებელი, მაშინ კალანდარიშვილის ჩატარებულ არჩევნებში ვინ რა იმედით შედის, ან იღებს თუ არა პასუხისგებლობას. იმიტომ რომ მას მოუწევს პოლიტიკური პასუხისგებლობის, მათ მოუწევს პოლიტიკური პასუხისგებლობის აღება იმაზე, რა ნაბიჯსაც გადადგამენ. და ეს პოლიტიკური პასუხისგებლობა არ იქნება ისეთი, როგორც ჩარლ-მიშელის შეთანხმების შემდეგ იყო, ყველა კმაყოფილი რო დარჩა. არა, ჩვენ ვერ დავრჩებით. ქართული საზოგადოება ვერ დარჩება კმაყოფილი იმით, რომ მეორეჯერ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც ქართული ოპოზიციის მიმართ საზოგადოება არსებულ პირდაპირ გეტყვი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას კიდევ უფრო შეცვლის უნდობლობის მხარეს. 10 არგუმენტი ჩამოთვალე ბოლო 6 თვეში რაც შეიცვალა.
შეიძლება რომელიმე მათგანში არ მეთანხმებოდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ აბსოლუტურ უმრავლესობაში მეთანხმებოდნენ. ერთი არგუმენტი მითხრას. ვინც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი არჩევნებში გამარჯვება. პოლიტიკური პარტიისთვის ამაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ იქნება, დამეთანხმები, ხო? მაგრამ შევიდე იმაში, სადაც ერთი რომ დავმარცხდები და მეორე მორალური წნეხის ქვეშ ვიქნები. მე აღარ მექნება შენთან იმის სტუბრად თქვენთან მოცვლის უფლება. პირდაპირ გეტყვით, უფლება არ მექნება, იმიტომ საკუთარ თავს შევზღუდავ. პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ მოვიდე და ვთქვა, რომ ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ეს შემადგენლობა გაკეთილშობილდა. და ეხა ისე ჩაატარებს, აი როგორ უნდა გითხრა ის, რაცაც ეხლა ვსაუბრობ. ამას ვერასდროს ვერ ვიტყვი. ამიტომ ჩვენ არ დავკარგავთ მორალურ უპირატესობას. ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერები საერთოდ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული, რომ ისინი მზად არიან სასამართლოს პირობებში მიიღონ ის ასე ვთქვათ, გამოგონილი ბრალდების სასჯელი, პოლიტიკური პარტია, ჩვენი პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის იქნება ავანგარდში და ჩვენს გარეშე ვინ რა ქალაქი უნდა გამოგლიჯოს, ვინ რა ოლქი უნდა მოიგოს, არ ვიცი, ვერ ხვდები. გასაგებია, თენგო თევზაძე იყო ჩვენი სტუმარი.